ეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაცატუა. წლიდან წლამდე აქაური მაცხოვრებლები მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. აქ საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა და სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. წელიწადის ნებისმიერ დროს აქ წყალი არ აქვთ. ოჯახებში ჭები შრება. ხანგრძლივი წვიმის მიუხედავად მოსული წყალი სასმელად უვარგისია. მოსახლეობა კოლექტიურად იკრებება და 2 კილომეტრის მოშორებით არსებული ბუნებრივი წყალსაცავიდან ეზედება სასმელ წყალს. ამისთვის ადგილობრივებს ტრანსპორტის დაქირავება უწევთ. სხვადასხვა ზომის ბიდონებს წყლით ავსებენ და რთული რელიეფის მქონე გზით ოჯახებში მიაქვთ. მოსახლეობა ამბობს, რომ სიმწრით მოპოვებულ წყალს ეკონომიურად მოიხმარენ. სასმელი წყლის გარდა მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაზე საუბრობს. აქ საბჭოთა პერიოდის შემდეგ გზა არ შეკეთებულა. შედეგად ხანგრძლივმა წვიმამ გზის საფარი ჩამორეცხა და ტრანსპორტს მიმოსვლა უჭირს. ამასთან სოფლის შუაგულში მდებარე ეს არასრული საშუალო სკოლის შენობა ავარიულია. აქ სწავლა დიდი ხნის წინ შეწყდა. მოსახლეობის განმარტებით მიტოვებულ შენობაში სხვადასხვა მავნებელი მწერი ბუდობს, რომლის ნაკბენი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ადგილობრივების თქმით, აუცილებელია შენობის დემონტაჟი. ამ მოთხოვნით ნაცატოს მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დაპირების შეუსრულებლობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი არსებული პრობლემის მოწესრიგებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვით და მოძრაობის პარალიზებით იმუქრებიან. მე 80 წლის ვარ და ყველაზე უფროსი ვარ და ამის მძღოლი მე ვიქნები, მე გადავკეტავ გზას, არ გაუშვებ სკოლაში ბავშვებს, შეიძლება წალინჯიხა გზაც კიდევ გადავკეტოთ, ეს მასშტაბით კი არა, დიდი მასშტაბით ვიქნები ჩვენ და ეს მინდა მე ეს თავრობას მე პოლიტიკას ვერ ვეხვები, მე მინდა წყალი, მე მინდა გზა, თუ ამას ყურადღებას არ მაგცევენ და არ შეიძლება 1, 2, 3 დღეში ჩვენ გადავკეტავ გზას და მე მიტინგებს კიდო ვინმეს თუ მიმართ. წყლის საკითხია, პირველი საკითხი წყალია. ჩვენ სოფელში ამ ქუჩაში არის 70 ოჯახი. ამ 70 ოჯახს წყალი არ აგვაქვს. ყველა მრავალშვილიანებია, პატარა ბავშვებია და თქვენ დაფიქრდით, ნახეთ წყალი საიდან მოგვაქვს. პირველი საკითხი. მეორე საკითხი. გზა არ აგვაქვს. რაც ეს ძირითადი საკითხია სოფლით. მესამე საკითხი. აქ ამ არის დაწყებითი იყო მანამდე დაწყებითი სკოლა. გადაიტანეს. ეხლა კრაზანებით ასავსე, ბუზები და რა არ არის აქ. სანამ ადამიანს არ ცოცხალ არსებას არ შეიწირავს, მანამდე ყურადღებას არავინ არ მიაქცევს. თქოთ მიიღოთ ზომები. საერთოდ სოფელი, ჩვენი სოფელი არსებობს თუ არა, არავინ არ იცის. მარტოს დამაქვს წყალი 2 კილომეტრიდან. ჯერ დასალევი წყალია, მე სხვა რამეში გვჭირდება წყალი კიდე, ხო? ეს ძალიან გვაწუხებს თელ სოფელს. ჰაერის მეტი არ გვაქვს არაფერი. თქვენ მე რამდენი ხართ აქ, მოდიან ხალხი, გვატყუებენ ყოველ დღე. ამდენი ტყუილი, არც ოპოზიცია ვართ, არც პოზიცია. ისე რომ ჩვენ ვართ შეწუხებული, ჩვენ გვინდა რაღაც საარსებო წყარო სოფელში. მეც არ ვთხოვილობთ არაფერს. თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, ჩვენ კიდე სხვა რამეთ შეგვიძლია ხალხს ერთიანობას, ერთად ვიქნებით, ერთად დავდგებით უყველა და ისეთ რამეს გავაკეთებთ, ყველას ეწყინება. ზამთარში საერთოდ ვერ ამოდის ისეთი გზა არის. წყალს მიაქვს ყველაფერი. წყალს მიაქვს წვიმას, გარეცხა გზა და ვერ დადის ავტობუსი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატოს მკვიდრს ომეხი რაფავას ოჯახს 3 წლის წინ სოციალური დახმარება მოეხსნა. ოჯახი, რომელიც 3 მცირეწლოვანი და 4 ზრდასრული წევრისგან შედგება, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ოჯახის უფროსი ცოლ-ქმარი მძიმე ავადმყოფები არიან. მათი ძირითადი შემოსავლი წყარო შემოდგომაზე მიღებული თხილის მოსავალია, რომელიც მათი თქმით 150 კილოგრამს შეადგენს. ოჯახის წევრებს უჭირთ თქმა თურის საფუძველზე მოეხსნათ სოციალური დახმარება. მათი თქმით ამ წლების განმავლობაში ოჯახის სოციალური პირობები უკეთესობისკენ არ შეცვლილა. 2011-ში მოიხსნა სოციალური დახმარება, მაგის მერე არანაირი დახმარება არ მიგვიღია. რა ვიცი, არანაირი შესაძლებლობა არ მაქვს ჩემს შვილებს რომ დავეხმარო. მარტო თხილი. რა არის ეს თხილი? 150 კილო იქნება რა. მეტი არ არის. საერთოდ დახმარება არც არც უმუშევრები ვართ ყველანი სახლში, არც პენსიონერები ვართ, არც სოციალური დახმარება, არც არავინ არ მუშაობს ოჯახში. რა ვიცი, ვართ ისე. თხილს ველოდებით. 3 შვილის დედა ვარ. ამასაც არ მისცეს დახმარება. პატარა გოგოს. ეკნებაო, მაგრამ არანაირი ის არ არის.
ნაცატოში ჩვენი გადამღები ჯგუფის მუშაობის პარალელურად ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები გამოჩნდნენ. მიუხედავად მათი დაპირებისა, მოსახლეობა მაინც სკეპტიკურად განწყობილი დარჩა მათ მიმართ. მუნიციპალიტეტის გამგეობის პასუხის თანახმად აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს. ნაცატოს ადმინისტრაციული ეთეურის ჭაბურღილის მოწყობა და აქცევრის მუშა პროექტი, რომელიც წარდგენილია რეგიონალურ სამინისტროში, ასევე მთავრობაზე არის წარდგენილი. ჩვენ დაახლოებით იმ პარასკევს მთავრობაზე გატანას ველოდებით და მაქსიმუმ ოქტომბრის შუა რიცხვებში სამდღიანი ტენდერი გამარტივებული გამოცხადდება და მე ვპირდები ნაცატოს მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე დაქცევლითი სამუშაოები დასრულებული იქნება. ადგილობრივი რესურსებით ვაპირებთ მოხრეშვას, მოხრეშვის სამუშაოების გაკეთებას სოფლის პროგრამით. დანარჩენი 2016-17 წლებში გაწერილია, რომ დაახლოებით ზუგდიდის 48 ერთეულიდან სადღაც 80% ცენტრალური მაგისტრალები ათვისებულ იქნას. ნაცატოს მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების ახალი დაპირების შესრულების მოლოდინშია. ისინი არ გამორიცხავენ, რომ შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართონ, მათ შორის ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზის გადაკეტვითაც იმუქრებიან.